საინტერესო არის ამ პროცესის მიმდინარეობისას თუ ვისაც აქვს უკვე თანხა გადახდილი. ამ შემთხვევაში ეს თანხა დაბრუნდება? არა, სამწუხაროდ პირდაპირ დათმა არსებობს. ასრულების პროცესს გულისხმობ. ვისაც გადახდილი. ამ წელში ჯდება. დიახ, ვისაც გადახდილი აქვს. მათ უკან თანხა არ უბრუნდებათ. იმიტომ პირდაპირ არსებობს დათქმა და მითითება განმარტებით ბარათშიც იყო ეს ასახული და მთავარი мотиваცია ის იყო რომ სახელმწიფო ვერ მიიღებს ვალდებულებას ან უკან დასაბრუნებელი თანხების კონტექსტში, იმიტომ რომ ეს დამატებითი ტვირთი იქნება სახელმწიფომ ისედაც გაიღო კეთილინება და უარი საკმაოდ დიდი თანხა 4 მილიონზე მეტია ჯამურ ეფექტში, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ შემთხვევაში საუბარი იყოს მოქალაქეებისთვის არსებული მძიმე ტვირთის ხსნაზე აქ სახელმწიფო მიიღოს დაწყვეტილება. თუმცა უკვე გადახდილი თანხები ეს ის მოცემულობა, რომელიც დამატებით ფინანსური ტვირთი იქნებოდა ბიუჯეტისთვის და ამ ნაწილში პირდაპირ მოხდა ხაზგასმა, რომ უკვე გადახდილი თანხების უკან დაბრუნება არ მოხდება. დიახ, ეს კითხვა სპეციალურად იმიტომ დავსვით, რომ მოქალაქეებს არ გარჩენოდათ. დიახ, ანუ მესმის რომელიც შესაძლოა მოქალაქეს გაუჩნდეს. შეიძლება გაუჩნდეს უსამართლობის განცდა და იქიდან გამომდინარე, რომ არც ეს კატეგორია არ არის ფინანსურად სტაბილური ჯგუფი და მათთვის გადახდილი სახსრები საკმაოდ მნიშვნელოვანი სახსრებია მესმის მათი, თუმცა სამწუხაროდ ეს ის მაქსიმუმია, რაც სახელმწიფო შეიძლება ეს ვალდებულებაც რო იხსნება, ესეც ნამდვილად დიდი შესაძლოა